ირაკლი ნარიმანიძე იყო პირველი მოწმე, რომელიც დღეს გიორგი ახობაძის სისხლის სამართლის საქმეზე მოიყვანა ბრალდების მხარემ. ეს არის პოლიციელი, რომელიც ჩხრეკის ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას, ადმინისტრაციული წესით დააკავა ახობაძის თანმხლები პირი და ბუნებრივია ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით გიორგი ახობაძის დაკავების მომენტში როგორ ვითარდებოდა მოვლენები დაკავების ადგილას. მასთან ბევრი კითხვა დაისვა, მათ შორის გიორგი ახობაძეს ჰქონდა არაერთი კითხვა იმასთან დაკავშირებით, იცოდა თუ არა რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს, ესმოდა თუ არა როგორ აპროტესტებდა იმას, რომ მისთვის ნარკოტიკული საშუალებები არ უნდა ჩაედოთ, თუმცა ამ კითხვებზე მოწმისგან პასუხს ვერ იღებდა. მათ შორის არაერთი კითხვა, მათ შორის ადვოკატების მხრიდან დაისვა იმასთან დაკავშირებით, რატომ არ მიმდინარეობდა ვიდეო გადაღება ჩხრეკის, რაც იქნებოდა უტყუარი მტკიცებულება იმის ნამდვილად ამოიღეს თუ არა გიორგი ახობაძისგან ნარკოტიკი და ამ კითხვის დასმის შემდეგ პროკურორი ერთვებოდა როგორც წესი საქმეში აწყვეტინებდა პასუხს მოწმეს ეხმარებოდა, სწორედ ამის გამო რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება. დღეს კიდევ ერთი მოწმე გამოიკითხა, მან ჩხრეკა ჩაატარა გიორგი ახობაძის სახლში, თუმცა სახლის ჩხრეკის შედეგად მან ვერაფერი კანონსაწინააღმდეგო ვერ ამოიღო. პროცესის დასრულების შემდეგ განცხადებით ისარგებლა გიორგი ახობაძე, მან მიმართა მოსამართლეს, პროკურორებს, თუმცა პირველ რიგში სინდისის პატიმრებს მათე დევიძეს და ახალგაზრდებს, რომლებიც განსაჯელის სკამზე არიან, ან უკვე პატიმრობაში გაუშვა სასამართლომ და მიუსაჯამათ რამდენიმე წლიანი პატიმრობა. თქვა რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანებზე ეთერებში ხშირად იყოს საუბარი, რადგან ეს ციხეში გამომწვეულ ადამიანს ძალიან ამხნევებს და ასევე მისი საქმის პროკურორ შმაგი გობეჯიშვილს მიმართა, რომ მადლობის სიგელი, რომელიც მას გაბიტაშვილმა გადასცა, უკან მას უნდა დააწეროს გიორგი ახობაძის და სხვა სინდისის პატიმრების სახელები და გვარები, ვინც უკანონოდ მან ციხეში გამოკეტა. ვიდეოს გადაღების საშუალება თავს თქვენს მობილურ ტელეფონს. არ გამოყენებულა ტექნიკური საშუალებების არასწორობის და ფიზიკური რესურსის არასწორობის გამო. ამ ჩანაწერს გააცანით და დაეთანხმეთ. კი ბატონო. მობილური ტელეფონი არ აქვს ტექნიკური საშუალება. კი ბატონო. კი ბატონო. ამ შემთხვევაში მაინც მოაწერეთ ხელი ოქროს. კი. ძალებით ზოდის რა იყო, ხო. რომელი დღე იყო, ალბათ გასცემდება. აი, აკაცი ხალხის ფინანსური მოთხოვნის პრემატიკუშკემა იგავსო ასულაშვილთან შედარებით და კაშკაშვილთან შედარებით მოვახერხებისთან ახავენ გაცილებით ფიზიკური მონაცემები და რატომიანდეს მაგალითად მასურაშვილს, რომელსაც გაცილებით ცირია ფიზიკური შესაძლებლობები ეჭვმიტანების გაჩერების და თქვენ თავზე არაერთი ჩხების განსაკუთრებული უნარები დაგაშინიათ რაც მასურაშვილს არა. აი ამაზე რა პასუხი უნდა გაგცეთ რა. ძველი მოჭიდავია მასურაშვილის ძალიან გაინტერესებს რა ვიცი რა კითხვა. სამის მიზანი ხო იყო ეს არაფერი მოეშორებია. ხო. ლოგიკურია ხო ყველაზე ძლიერი მასურაშვილი დასაკავებდა ხო ესე. მასურაშვილი რა შაულის ან რუსის მოწამეებს მასურაშვილი არ მოჭიდავია. კაცი უგლის არ მოჭიდა. დევანის რობიო. შოროთოს ნუახოთ რა. ამ შემთხვევაში ემოცია ნახეთ, ამ ემოციით არის მისი თავის ეხანოთასი დაჭერილი ალბათ ყოველდღიურად მათ იმედდაცვების მომენტები აღწევდა და თხოვნა მექნება რომ იქნებ მათი სახელები ნახოთ რომელია მაგასაკის საცავი გადაინაცვლოთ და იქნება ეს ეთერებში სხვაგან გამახსენებლად მათი სახელები ახსენოთ თხოვნა შეეხება პროკურორებს, გამომძიებლებს და იმ მოსამართლეებს, რომლებმაც საშუალება არ მიწეს ამ შეთქმული საქმის რეალური გარემოებების ხილებისთვის. მე მათ მინდა ესეთი რაღაცა უთხრა, რომ ზოგადად ცივილიზებულმა ადამიანებმა სასამართლო იმიტომ შექმნეს, რომ სამართლის გაყენება ველური წესებით არ გამხდარიყო. როცა სასამართლო დარბაზებში სამართლის პოვნა არ შეუძლებელი, ადამიანი ისეთი არსება, რომელიც ამ სამართალს აუცილებლად ეძებს და ყოველთვის მათი ბატონი გორიკა რატნოი არ იქნება ამ ქვეყნის ბატონი და აი სიგელი გაჩვენა გაბიტაშვილმა იმას მინდა უკან მიეწერო ჩემი სახელი და გვარი. იმიტომ რომ ნამდვილი შეცდომები ჩვენ აუცილებლად რატომ შედობია კაცი ვისაუბროთ ანუ კაცი
პროევროპული აქციების მონაწილე ექიმს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვას ედავება. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მისი სისხლის სამართლის საქმეზე მსჯელობას ზეგ გააგრძელებს საქალაქო სასამართლო.